ამასობაში 10 მარტი შუადღე და ამ ვიდეოში მოყვები რა არის ახალი ამ ორშაბათ დილიდან. სანამ ყურებას გააგზავნეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ხო, დავიწყოთ საქართველოში რა არის ახალი. მოკლედ, საკანთ მიშას სასამართლო მიდის. მიშიკო ჩაერთო ვიوامედიდან დასკვნითი სიტყვა თქვა. ამ ბოლო სიტყვას რო აძლევენ. მოკლედ ბოლოში გადის რა ეს სასამართლო პიჯაკების საქმეზე. მე მგონი მოსამართლეც უკვე განაჩენის გამოსატანად გავიდა. ნუ დღეს ახვალ გავიგებთ რა იქნება განაჩენი. ხო, განაჩენი ალბათ იქნება დამნაშავეა და რაღაც როგს დაუმატებენ და იმედია ამ ვიوامედიდანაც გადაიყვანენ რა ნორმალურ სარჯოჯერ ასრულების დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად ჩვეულებრივად მოიხდის მისთვის განკუთვნილ სასჯელს. ჩემს გარდა პრინციპში მიშიკო არც არავის გახსენებია, ერთი ხაბემ წაიტირა რომ ჩემი მიშაო სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებაო. ხო და ეგ იყო სულ რა ეს ჩამოგდებული ლოჯიკი უკვე აღარავისთვის აღარ არის საინტერესო. ხო მე მგონი თვითონ ნაცებისთვისაც კი მიშა არის განოლებული რა. ხო კიდე რა იყო საინტერესო კოცების ლიდერშიპიდან რამოდენიმე კაცმა გააკეთა რაღაც განცხადებები. აქ პაპუაშვილმა, მდინარაძემ, ვოლსკიმ. ხო, ძირითადად როგორც ყოველთვის მიასხეს ოპოზიციას და NGO-ებს. ხაზარაძე იყო კრიტიკის ობიექტი. ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით რაღაცა კარატეები რო ჩაატარა მაგ თემაზე იყო საუბარი და პაპუაშვილმა ისაუბრა რომ ეს NGO-ები ამერიკის დახმარება რო შეუწყდათ, ხა ევროპულ დახმარებაზე გადავიდნენ. ხო და ყავს პრინციპში ესტონური NGO-ები. მოკლედ ესტონეთის გავლით მოდის ეს ევროპული დაფინანსება ამ ჩვენ NGO-ებთან და ხო ნუ არის ვენებენ რა მოკლედ. ხო, კიდე ნათია თუნას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა იყო. აღნიშნავ რა ლარი ყარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არ ჩარეულა, ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ინტერვენციები არ განუხორციელებია, ვალუტის შემოდინება კარგიაო და ამიტომ ყარდებაო. რაც საშუალებას მოგცემსო, რომ შემდეგ თვეებში ეროვნული ბანკის რეზერვები გავზარდოთ. დაიწყებენ დოლარის ყიდვას და რეზერვების შევსებას. ნუ კიდე იქ რაღაც ცვლილებებია ეროვნული ბანკის კუთხით. იქ ბანკებისთვის ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა გაიზარდა. იქ იპოთეკურ სესხებზე არის რაღაც ცვლილებები. ხო, ინფლაცია მიზნობრივ დაბალია და ეს კარგია. და ორი მიკროსაფინანსო დაწესებულება გადაკეთდა მიკრობანკად. რაც თავის მხრივ მართლაც კარგია, რაც მეტი ბანკი იქნება, უკეთესია, კონკურენცია გაიზრდება, რაც გაზრდის მომსახურების ხარისხს და პერსპექტივაში უნდა შეამციროს საპროცენტო განაკვეთი. ხო. ესე უნდა მოხდეს ეს ბევრი მოთამაშე, ბევრი ფინანსური ინსტიტუტი და მერე ნელ-ნელა დაიკლეს პროცენტი. თუმცა საქართველოს მოსახლეობა რაღაც მითიური ჩინური ბანკების შემოსვლას ელოდება, რომლებიც თურმე 60%-ად დაარიგებენ სესხებს. ნუ რაც აბსოლუტურად არაადეკვატური მოლოდინებია და არ მოხდება რა უბრალოდ. სხვადასხვა გასაკვირია მე უმიკვრის ხოლმე ხა პროდასავლელები რო არიან საქართველოში და პროევროპელები და თუნდაც პრორუსები ეს გასაგებია და ამდენი პროჩინელი ქართველი საიდან. ხო, ესეც რაღაცა მე მგონი ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების შედეგია რა. რაღაც ზღაპრებს რო ყვებიან რომ ჩინეთი თითქოს საქართველოთი არის დაინტერესებული და რაღაც გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და რაღაცა სერიოზული მოთამაშე გაიჩნდება რეგიონში, რაც ჩემი აზრით სრული აბსურდია. ხო, ერთი რაღაც ანაკლიის ფონდი შეიძლება დააფინანსონ და გააკეთონ, ისიც ან ხო ან არა და მეტი არაფერი ხა ჩინეთი სად ჩვენ. ხო, ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩინეთს არც არავინ არ შემოუშვებს. აქ სხვა მოთამაშეები არიან კავკასიაში, რომლებიდანაც არცეც ეს ყველაფერი არ აწყობს და ჩინეთი ახლა რაღაც საქართველოს გულისთვის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებთან ურთიერთობას არ დაძაბავს. არც რუსებთან, არც ირანთან და არც თურქეთთან.
ხო და ეს არის რა ვიცი ვინ შემოაგდო ეს ოცნებამ შემოაგდო თუ ოპოზიციამ არც ვიცი რა ხრაღაც ой ჩინეთის რო რაღაცა მესიად გვიხატავენ აქ და ჩინეთი აგვაშენებს არა მე ფიქრობ ეს არის გადაჭარბებული მოლოდინებია რა მინიმუმ ხო ეხა სამყაროში რა ხდებოდა სირიაზე კითხა რამოდენიმე კაცმა რა ხდებაო მოგვიყევიო მოკლედ ამ ახალმა ხელისუფლებამ სირიის სისხლში ჩაახშოეს ალავიტების და ქრისტიანების საპროტესტო გამოსვლები 1000 კაცზე მეტია მოკლული შვიდობიანი მოსახლეობა ქალები ბავშვები უსასტიკესად გაუსწორდნენ მაგრამ ეს ძალადობის ტალღა თითქოს და შეჩერდა რა ნაწილმა ალავიტების ამ რუსეთის სამხედრო ბაზაში აფარა თავი და გადაჩენ და ეს ახალი ხელისუფლებაც გაჩერდა სავით რა ყოველ შემთხვევაში ისეთი ხოცვა-ჟლეტა აი დღეს და გუშინ უკვე აღარ ყოფილა ხო რა რეაქცია ქონდა სამყაროს ამ ყველაფერზე ევროპას შეშფოთებაც არ გამოუხატია ჩვენთან რო წყლის ჭავს მიუშვებენ ვიღაცას ერთი ამბავი და ადამიანის უფლებების დარღვევაო და ამ 1000 კაცის მოკლაზე ხმაც არ ამოუღიათ პირიქით ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გაამართლა კიდევაც ესენი ესო ეს გამოსვლებიო ასადის მომხრეების მიერ იყო ორგანიზებული და ახია მაგაძეო ეგრე გამოვიდათ ხო განსხვავებული პოზიცია აქვს სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ისინი თვლიან რომ სირიის ახალი ხელისუფლება მაინც ყოფილი ტერორისტები არიან და დღეს მე მგონი რუსეთმა და ამერიკამ ერთობლივად მოიწვია უშიშროების საბჭოს ხმა ამ სირიაში ამ ბოლოდროინდელ ძალადობასთან დაკავშირებით იქნება შეიძლება და შეიძლება რაღაც რეზოლუციაც მიიღონ ხო მოკლედ არც რუსეთს და არც ამერიკას ეს ზედმეტი აქტივობა სირიის ახალი მთავრობის და მათი მფარველი ერდოგანის მე მგონი არ მოწონდა ერთადერთობრივად შეეცდებიან რომ ჩაარტყან რა სირიის ახალ მთავრობას მაგრამ პრინციპში სამიზნე არის ერდოგანი რომელმაც ძალიან გაშალა ფრთები და მე მგონი უკვე ნაპირებს ვეღარ ხედავს ხო რაღაც რთულ თამაშს თამაშობს ერდოგანი საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ამ ეტაპზე რუსეთთანაც ამერიკასთანაც და ხო რა ვიცი ფიქრობს რომელ ნავში ჩახტეს რა ამ ნავში თუ იქით ევროპელებისკენ გადახტეს ო და მატაობაში რამე არ გაიჩალიჩოს ჩვენმა რეჯეპამ ხო ველოდებით საუდის არაბეთში უკრაინელების და ამერიკელების შეხვედრას დღეს ზელენსკი უნდა ჩაფრინდეს საუდის არაბეთში პრინც შეხვდება მერე ზელენსკი მოდის და უკრაინული დელეგაცია დარჩება ხვალჩავა რუბიო და ამერიკელების დელეგაცია და მოხდება ამათ შეხვედრა ქალაქ ჯიდაში ხო როგორც ჟურნალ ეკონომისტი წერს ეს არის ბოლო შანსი უკრაინელების რომ ამერიკელებთან რაღაცნაირად დაალაგონ ურთიერთობა და რაღაცა პროგრესი იქნას მიღწეული მაგრამ თვითონ ეს ჟურნალიც აღნიშნავს და მეც ვეთანხმები რომ იმდენად განსხვავებული ამერიკელების პოზიციები უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით უკრაინელების პოზიციებისგან რომ არაფერი მადიდან არ გამოვა და ჩვეულებრივად ჩაიშლე უშედეგოდ დამთავრდება რა ეს ამერიკელებს რა პოზიციაც აქვთ და ეს პოზიცია რუსეთთანაც აქვს ნაწილობრივ შეთანხმებული იმის საპირისპირო მიდგომები აქვს უკრაინელებს და ხო მე მგონი ვერ მოხდება რა რაღაც შეთანხმების მიღწევა და ამერიკა გაიწევა გვერდზე ხელებს დაიბანს და მიუშვებს რა უკრაინას და ევროპას დატოვებს რუსეთის პირისპირ ხო ომში რა ხდებოდა გუშინ კურსკის ოლქში მოხდა ამბებზე კი ვისაუბრე იმის მერე 1-6 სოფელი კიდე აიღეს რუსებმა უშუალოდ მიადგენ ახლა ქალაქ სუჯას ალბათ სუჯაში უკრაინელები შეეცდებიან რაღაც ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიონ და შეიძლება ფორტეცია სუჯა ვნახოთ ხო აი სოფლები თითქმის უბრძოლველად დატოვეს უკრაინელებმა რა ვიცი ან მართვა იყო მოშლილი ან გადაწყვეტილება იყო ეგეთი არ ვიცი ხა ეგ დღეს ხვალ გამოჩნდება ხო რა მოხდა სინამდვილეში მათ და რასთან გვაქვს საქმე არ არის გამორიცხული რომ გადაწყვეტილება აქვს მიღებული რომ კურსკის ოლქი დატოვონ რა აი ნახოთ რა იქნება